საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. მე მინდა ჩემი გადაცემის, ჩემი საავტორო გადაცემის სათნოების საათის ულამაზესი და უსაყვარლესი სტუმარი გაგაცნოთ. ეს გახლავთ მე-11 კლასელი 16 წლის ელენე ტალაბაძე, რომელიც გახლავთ დიმიტრი უზნაძის სახელობის 22 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. არის ძალიან კარგი ბავშვი, ძალიან ნიჭიერი გოგონა და ამას შემდეგ თანდათან გადაცემაში შეიტყობთ ჩემთან ერთად. პატივცემულო ტელემაყურებლებო, პირველ რიგში მივესალმოთ ელენე მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. გაიხარა, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდი მესტუმრე სტუდიაში. დაკავებული ადამიანი ბრძანდება, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 კლასშია, არ ვიცი, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. ეხლა ჩამოგიყვებით მე ჯერჯერობით, ესე იგი 8 წლის ასაკიდან ეს გოგონა სცენაზე დგას, ღერის, აქვს ბევრი წარმატება, როგორც მუსიკალური განხრით, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. დავიწყოთ იქიდან, რომ ელენე პანდემიის დროს, არც პანდემიის დროს არ გაჩერებულა ეს ბავშვი და პანდემიის დროს, როდესაც მთელი სამყარო იყო გადასული აი ამ ონლაინ სწავლებაზე, ონლაინ ცხოვრებაზე და ონლაინ სუნთქვაზე რამის, ამ ბავშვმა მოახერხა და მიიღო მონაწილეობა, რაში მიიღე, ახლა შენ თვითონ მოგვიყევი, რა მოხდა აი ამ პანდემიის დროს შენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. 8 წლიდან მოყოლებული ვდგარ სცენაზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ. დიახ. თუმცა პანდემიის პერიოდში მოგეხსენებათ ძალიან რთული და პრობლემური იყო. არა მარტო სიმღერა, არამედ ნებისმიერი ისეთი საჯარო საქმიანობა, როგორც არის თქვათ თუნდაც სასკოლო, სამუშაო, მუსიკალური მოღვაწეობა და სხვაები. ჩემ შემთხვევაში ესე იყო და მომიწია რომ ასე ონლაინ ჩამეტარებინა და მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე. და საკმაოდ კარგი შედეგებით დავდე და მიხარია რომ ეს რთული პერიოდი ესე გადავიტანეთ ყველამ, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ფაქტობრივი გამოცდილებაც იყო არა მარტო ჩემ ცხოვრებაში, არამედ ჩემი ოჯახის და ჩემი გარშემოყოფების ცხოვრებაშიც. ხო, რა თქმა უნდა, ახლა შენ ხარ ძალიან დიდი მაგალითის მიმცემი დანარჩენი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შენ ხელები არიან, შენ კლასელები არიან, სკოლელები არიან და არა მარტო სკოლელები, იმიტომ რომ შენი სახელი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს, ჩემო კარგო და აი ამ ყველა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არა მარტო შენი ტოლები, აი უკან რომ მოგდევენ და იმათმა იციან როგორი წარმატებული ხარ, აი იმათთვისაც ძალიან დიდი სამაგალითო ადამიანი ხარ და რა თქმა უნდა დიდები კიდევ ვამაყობენ ჩემი თამადობით, ძალიან ვამაყობ რომ აი ასეთი ნიჭიერი ადამიანი ხარ და ჯერ სადახართ პატივცემულო მაყურებლებო. მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენ რომ ანუ იქ მიიღე შენ პირველი ადგილი და გრან-პრი დაიმსახურე, ხო? აი ამ ონლაინ ღონისძიებაში, კი ბატონო, ძალიან კარგი. საქართველოში მიუღია კიდევ სხვადასხვა ფესტივალებში, ხო, ღონისძიებები კიდევ? ფესტივალებში, ასევე კონკურსებში, კონცერტები სისტემატიურად. სად? აი კონკრეტულად სად? რაიონებში? თუ თბილისში? რაიონებშიც, დედაქალაქშიც და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით. აქვე მე მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ამ ბავშვს მე ძალიან პატარაობიდან ვიცნობ და მიყვარს და პატივს ვცემ, იმიტომ რომ ჩემს ჩატარებულ ღონისძიებებზე, რომელსაც ვუძღვნიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ჩემი წიგნების, კერძოდ ჩემი წიგნების წარდგენები იყო ეს ღონისძიებები და იქვე დაპატიჟებული მყავდა ხოლმე და როგორც ხდება, ვიპატიჟებ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს და აი მათთვის ერთ-ერთ მუსიკალურ ნომრად თუ რამდენიმე აღარ მახსოვს 2-3 სიმღერა უმღერია სცენაზე ჩვენი აი ამ ღონისძიების მიმდინარეობისას და აი იქიდან მე შეყვარებული ვარ ამ ბავშვზე, რომ
აი ესეთი გულიანი საყვარელი ძალიან ისეთი ბავშვია. ესეთ ნამდვილი კარგი ქართველი გოგო იზრდება. ხო, ამის გარდა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე კიდე ელენე, რომ შენ ხატა. ყველაფერთან ერთად რომ ეს ბავშვი არის ძალიან მეცადინე ბავშვი, ძალიან ესეთი მუსიკალური განათლებით და გამორჩეული სკოლაში, განსაკუთრებულად გამორჩეული ბავშვია. ბავშვობიდან ხატავს. რას ხატავ, ელენე? უფრო ხატავდი, იმიტომ რომ ეხლა ვეღარ ხატავ. ფიზიკურად აღარ რჩება დრო, რომ დავუთმო ყველაფერს დრო, მაგრამ ადრე უფრო ხატავდი იმას, რაც იყო პერიოდი, როდესაც აი აქტუალურ პროცესებს ხატავდი, უბრალოდ პეიზაჟი და როგორც მუზეუმი განახევ და გადავიტანდი ფურცელზე, როგორც ყველა მხატვარი ამას აკეთებს. ნუ მე სამოყვარულო დონეზე უფრო. სამოყვარულო დონეზე, მაგრამ ვიცი რომ სხვათა შორის ძალიან ყურადღება მისაქცევია შენი ნახატები, იმიტომ რომ აი ნახატებშიც ჩანს შენი მსოფლმხედველობა. ეს არ არის უბრალოდ დახატო ყვავილი ან დახატო რაღაცა პეიზაჟი, ამ ნახატებში ჩანს ბავშვის მსოფლმხედველობა და რომელს არჩევ უფრო აკვარელს, ზეთისაღებავებს თუ აი ზეთისაღებავებს. ტილოზე უფრო გირჩევნია მუშაობა. როგორც დიდ პროფესიონალ მხატვრებს ჩვევიათ. ძალიან კარგი. ესე იგი მხატვრობაზე ვისაუბრეთ, უყვარს წერა. რას წერ? ზოგადად ძალიან მიყვარს ანალიტიკა. და ისეთი მეცნიერებები, რომლებიც არ არის ზუსტი, ექვემდებარება ანალიზს. დიახ. და სააზროვნო წრეს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ძიების პროცესშია და აქედან გამომდინარე არ წყდება მისი ცნობიერების ნაკადი. ჩემ შემთხვევაში ესე არის და წერ, რა თქმა უნდა, თავისუფლად დროს ესეც, იმიტომ რომ ჩემი დრო მაინც დაგეგმილი და დამენეჯმენტებულია უფრო ამ ხრივ, მაგრამ მოთხრობებს წერდი. დიახ. ნუ ესეც სისტემატიურად მიწევს სკოლა პროგრამიდანაც გამომდინარე და მსგავსად ვირთოვდი თავს, ესე რომ ვთქვა. ესე იგი, ბავშვი სწავლობს დიმიტრი უზნაძის სახელობის სკოლაში, ძალიან ამართლებს დიმიტრი უზნაძის აი დიდ სახელს. მოგეხსენება დიმიტრი უზნაძე ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სკოლის დამფუძნებელია საქართველოში და ბავშვი აი ამ დიმიტრი უზნაძის სახელობის სკოლის მოსწავლე აი ასე ამართლებდეს სკოლის სახელს, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ვიცი შენ რომ კიდევ გაქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც ქვია ანუ მივიდეთ იქამდე, ნელ-ნელა, მივიდეთ იქამდე. ესე იგი, საგანმანათლებლო აქტივობებში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ლიდერთა სკოლა. ქალბატონი ლიკა ოხანაშვილია დირექტორი, ხო? აი, რა ხდება ამ ლიდერთა სკოლაში, ელენე? და რას აკეთებდი რა მონაწილეობა გაქვს მიღებული, მაგრამ რა მოიაზრება ამ მონაწილეობაში? ნუ ეს იყო 3 თვიანი კურსი. დიახ. და ყოველს ჩემთან ეტყოლებს ზოგადად ახალგაზრდებს რეკომენდაციას გავუწევ, რომ ამ აკადემიაში მიიღონ მონაწილეობა. ნუ და მე დათმობილი მქონდა დრო იმაზე, რომ აუდიტორიასთან გამოსვლა პრეზენტაციის უნარი უფრო მეტად გამზრდოდა და განავითარებინა ჩემში. მაგრამ ეს ხმა ბავშვობიდან მომყვება და საერთოდ კომპლექსების გარეშე შემიძლია უროტარობა და მრავალ ასე ვთქვათ აი დარბაზში დატვირთული ხალხი შემიძლია რომ გავიტანო ჩემი ეს თემა და მაქსიმალურად წარმოაჩინო და ესე იგი დარბაზი აიძულო გისმინონ, ხო? კი, მაგრამ განასხვავებს ეს იძულება და მოსვენა ერთმანეთისგან. აიძულოში იგულისხმება ის, რომ როდესაც თემა არის ძალიან საინტერესო, როდესაც თემა არის იმ დონეზე დამუშავებული და თან წარადგენს აი ესეთი მშვენიერი გოგონა, დარბაზი იძულებულია დადგეს და უსმინოს. აქ
ჭყალებში არის ნათქვამი ეს იძულება ჩემო კარგო ეს ხდება ადამიანის ქვეცნობიერისგან გამომდინარე როდესაც მოისმენ ადამიანი ჭკვიანურ აზრებს შენი ქვეცნობიერი აღარ გაძლევს მე იმის საშუალებას რომ რაღაცა ჩვენ ვიცით ქართველებმა რომ შევიყრებით ოღონდ სადმე შევხვდეთ ღონისძიებებზე კონცერტებზე აქეთ-იქით და სულ არის ჩურჩული მოკითხები ერთმანეთის რაღაც და ამასობაში იკარგება მთავარი ძირითადი აი ეს მოსმენის კულტურა ხო რომ მოусმინო ადამიანებს და აი ამ დროს ხდება ის რომ იძულებული ხარ შენ აი ეს ყველაფერი მიატოვო და უსმინო აი ამ შვენიერ აზრებს. ოჩახ შენ, კაი გოგო ხარ. ესე იგი და ესწრები ფილოსოფიურ ლიტერატურის ლექციებს მწერალთა სახლში ოჩახ ლევან გიგინეიშვილთან აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით ბატონ ლევანს ჩემი ყოველთვის ძალიან დიდი სიმპათიები უნიჭიერესი ადამიანია ნამდვილად აი რა მოგცა ლევან გიგინეიშვილთან აი ამ ლექციებზე დასწრებამ ჩემი მისია და მიზანი ზოგადად არის ადრეული ასაკიდანვე განვითარება და თვით ერუდირება სკოლაში ეს რაც არის მოვალდებულება მათი რომ ჩვენ განათლება მოგცეს. ნუ ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე რომელსაც ახლა ვახსენებ, უფრო მეტად მჭირდება რომ დიდი გამოცდილება დავაგროვო და კომპეტენტური ვიყო იმ ასაკში, როდესაც უკვე უშუალოდ გავხდები დიპლომატი. იმიტომ რომ ბავშვობიდან პოტენციურად ჩემში ხედავენ და ხედავ პოლიტიკოს, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად წარმატებული და გამოცდილი. ძალიან საინტერესო გოგონა ხარ ჩემო კარგო და რა მაინტერესებს იცი? ეხლა მე ვერ დავიჯერებ რომ შენს კლასში ყველა შენსავით აზროვნებს. აი რა მაინტერესებს იცი? შენი კი არა და შენი კლასელების დამოკიდებულება აქეთ შენ დამიდა რაღაცა მასწავლებელივით ხო არ გიყურებენ აი რაღაცა ცოტა უფრო მასწავლებელივით ნუ პროფესიული კუთხით არა მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბევრი ისეთ საკითხში მაქვს რაღაც ცოდნა და მათგან განსხვავებით მაინც ჩემი კლასელები არიან და რა თქმა უნდა გიხავ დიდი სიყვარულით ну, რა თქმა უნდა, მაქვს ეს სახელი დამკვიდრებული, რომ ვარ უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, მაგრამ ძალიან ადრეა ჯერ, მაგრამ საზოგადოებაში არამარტო კლასში ან საკლასო ვითარებაში, ყველა მიცის, ვინც კარგად მიცავს მათ შორის თქვენს, რომ მე ჩემი პრიორიტეტი არის პოლიტიკა და ამ პროფესიით დასაქმება. აჰა, გასაგებია. აი, ეხლა ჩვენ კლასებს საუბრობდით, ელენე და აქვე მოდი მოვიკითხოთ. რა სეტყვის შენ სკოლას და შენ კლასს? მოვიკითხოთ დიდი სიამოვნებით მე მოვიკითხავ აი ამ უზნაძის სახელობის 22 საჯარო სკოლას და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ რომ აი ასეთი არაჩვეულებრივი გოგონა აღზარდეს და პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ოჯახი და მეორე არის სკოლა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ სკოლას. აი შენ შეგვიძლია ახლა სკოლას უთხრა რაც გინდა უთხარი და კლასელები მოვიკითხოთ. კლასელები მოვიკითხოთ. კი ბატონო. დიდი სიყვარულით და სკოლებზე მინდა ვთქვა რომ დემოკრატიული მმართველობა და ეს ობიექტური ხედვა დირექციის მხრიდან ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად მოსწავლეების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. და ნუ მიყვარს ჩემი სკოლა, მათგანაც ვგზნობს სიყვარულს და ჩემი ასაკისთვის ეს საკმაოდ დიდი ბედნიერებაა, როგორც მოგეხსენებათ და ჩემი მოწოდებაც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარეობს და მიხარია რომ ამის შესაძლებლობა თქვენ მომეცით. აუცილებლად მე დიდი სიამოვნებით დაგპატიჟე, იმიტომ რომ მე მინდა დიდი სურვილი მაქვს და ალბათ ჩემი ასაკის და ჩემი თაობის ადამიანების ნებისმიერი ადამიანის სურვილი იქნება და სურვილია ელენე ჩემო კარგო რომ საქართველოს ყავდეს განათლებული, ერუდირებული და პატრიოტი მომავალი, როგორიც ხარ შენ.
აი ახლა მითხარი შენ ჩვენ მე პატრიოტი ვახსენე, როგორი პატრიოტი ხარ შენ? როგორ რას ნიშნავს შენთვის საქართველო? იცი რა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც განათლებას ღებულობს საზღვარგარეთ მიდიან და განათლებას კი ბატონო ამაში ცუდი არაფერი არ არის და მივესალმები, მე აღარ ჩამოდიან საქართველოში. აქ არის დიდი პრობლემა. შემდგომში უკვე კატასტროფა. აი ეხლა შენ პასუხი გამეცი აი ამ შეკითხვაზე, რა არის შენთვის საქართველო, რა არის წახვალ დატოვებ თუ არა საქართველოს შენ როდისმე ხლა არავინ არ იცის ვინ რას იზავს და როგორ იზავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ შენ საქართველოს არ მიატოვებ. სულ ესეთი მიდგომა მქონდა რომ მომავალში უნდა მესაუბრო, მაგრამ დაახლოებით გაწერილი მაქვს ჩემი მომავალი 5 წლის გეგმა. დამახასიათებელია ჩემთვის ალბათ და წინასწარ 5 წლის გეგმა გაქვს? რატომაც არა. იმიტომ რომ შეიძლება გაგვიმხილო რა გეგმაა ეს. მინდა რომ ევროპაში მივიღო უმაღლესი განათლება. ეს გასაგებია. მაგისტრატურას მოიაზრება ამ ყველაფერში და შემდგომში რა თქმა უნდა ჩემს ქვეყანას დაუბრუნდე უშუალოდ ჩემს განათლებას და რესურსებს, რომელიც მართლა ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას. იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფოც უნდა უწყობდეს სტუდენტს მიიღოს განათლება ყველანაირ პირობებში. მეც იმის მომხრე ვარ, რომ სტუდენტი არ არის მნიშვნელობას, რომელი სოციალური ფენდენ არის, ან ვინ არის, ან როგორია. უნდა იყოს მაქსიმალურად გაცნობიერებული იმ პროფესიაში, რომელიც მას სურს და არა მას მიც აიძულებს თქვათ, რომ ეს ხშირად ხდება ხოლმე ოჯახებიდან, მაგრამ ჩემ შემთხვევაში გამართლა რომ ჩემი სრულია მხოლოდ და მხოლოდ ეს. ძალიან კაი გოგო ხარ და აი მე აღფრთოვანებული ვარ შენი პასუხებით, რომლებიც მარტო პასუხები კი არ არის, თითოეული პასუხი აი საუბრობს თავისთავად, შენ საუბრობ შენს შინაგან განვითარებაზე, აი განათლებაზე, ერუდიციაზე და მე ძალიან მიხარია. ცოტა არ იყოს, ცოტა დაძაბულიც ვარ. იმიტომ რომ რაღაცა მე-11 კლასელი ბავშვის კვალობაზე მე მქონია მე-11 კლასელებთან შეხება ამა თუ იმ სკოლაში რაღაცა ღონისძიებებზე და ასე შემდეგ და აი ეს ჩემი ცოტა დაბნეულობა იქიდან არის გამოწვეული რომ აბსოლუტურად არ გავხარ იმ ბავშვებს. ანუ შენ მიზიხარ ახლა ჩემთან სტუდიაში აბსოლუტურად გაზრდილი, ჩამოყალიბებული, აი ესეთი დიდი გოგო, რომელმაც უკვე იცის კი არა და რა ვიცი, რა უნდა ცხოვრებაში და როგორ უნდა გაყვეს ცხოვრებას და რა უნდა მიიღოს ცხოვრებისგან. იმის გარდა რომ ესე იგი ჩვენ თქვით რომ მწერალი მოიხსენიათ წეღან ლევან გიგინეიშვილი, ხო? აი ბატონი ლევანის ლექციებმა რა თქმა უნდა ბევრი რამე შეგძინა შენ ალბათ. და თვითონ ბატონ ლევანზე რა სიტყვი? აი როგორი პიროვნებაა? მე მაგალითად აი ამ პიროვნებით ვარ აღფრთოვანებული მისი განათლებით, ზოგადად აი ამ პიროვნებით. აი როგორი პიროვნებაა შენთვის? გიგინეიშვილი ბატონი ლევანი არის პირველ რიგში ქართველი. დიახ, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის. პირველ რიგში ქართველია, ხო? კი, ქართველია. მეორე ის რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ადამიანებში დამკვიდრებულია აზროვნება ის რომ ფილოსოფიით რჩება და ეს ადამიანი ის მაგალითია რომ ფილოსოფია არ რჩება. ანუ ესადო საკითხი რომელიც უნდა განიხილებოდეს ადამიანებში, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად სულიერი შემეცნების წყაროა. მარტო განიხილებოდეს არა, ის ფილოსოფიური აზროვნება და ის განათლება, რასაც ღებულობს ადამიანი, უნდა გაატარო ცხოვრებაში, ხო? გამოიყენო ყოველ ნაბიჯზე. ინდივიდუალურია ეგეც. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია.
უნდა გამოიყენო ცხოვრებაში ყოველთვის აბარისთვის იღებს ადამიანი განათლებას თუ არ გამოიყენე ხომ და ფილოსოფიური განათლება ვისაც მიღებული აქვს და იმას უფრო უჭირს გადმოცა კი უჭირს მორგება ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ცხოვრება დღევანდელი ცხოვრება ძალიან რთულია, ფილოსოფიური ეს განათლება რომ მოარგო აი ამ ცხოვრებას ძალიან რთულია. მოკლედ, ეხლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ყველაფერზე და ბოლოსთვის მოვიტოვეთ, ბოლო არ არის ჯერ კიდევ, მაგრამ მოდი სანამ ამაზე გადავალ შეკითხვაზე. მითხარი შენი საყვარელი მწერალი რომელია? აი, თუ კითხულობ მხატვრული ლიტერატურას გასაგებია რომ ფილოსოფიით ხარ დაკავებული, იქ აი ასეთი წარმატებები გაქვს მუსიკალური და ასე შემდეგ. აი, შენი საყვარელი მწერალი რემარკი არის ფავორიტი. ოჰო, იმიტომ იმასთან ერთად რომ ფილოსოფიას ეცნობი და სხვადასხვა საქმითო დაკავებული ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილია საგანი ისტორია. როდესაც ადამიანი მათის ისტორია, ჩემი აზრით გარანტირებული აქვს რაღაც უსაფრთხოების გარანტიები. მე მაგალითად იქიდან გამომდინარე რომ ვიცი ფაშისტური გერმანიის სისტემა როგორი იყო იმდროინდელი ისტორია როგორი იყო პლანეტაზე მსოფლიოში ვიცი რა რთული იყო იმ დროს ცენზურის დაცვა მისთვის ამ მწერლისთვის და ვაფასებს მის თითოეულ ნაშრომს მაგრამ განსაკუთრებით ჩემი ფავორიტს გეტყვით ძალიან მიყვარს სამი მეგობარი ეს არის მე გითხრათ რომ ჩემი აზრით რომ ქართულ-გერმანულია ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს არის მეგობრობის სიყვარულის ერთგულების სიმბოლო რაც ქართულად ძალიან გახასიათებს რა თქმა უნდა და მე ალბათ ვიყავი შენზე პატარა ალბათ მერვე კლასში ერიხ მარია რემარკის სამი მეგობარი რომ წავიკითხე და მეც აი ასეთი აფრთოვანება დამიტოვა ზუსტად მეგობრობის და ერთგულების და თავდადების სიმბოლოა ნამდვილად. კი ბატონო, ქართველი მწერლებიდან რომელია შენი? ჩვენ ყავს ძალიან კარგი კლასიკოსი ქართველი მწერლები და ეჭვი არ მეპარება რომ შენ აი ასეთი განათლებული ბავშვი ხარ, გოგონა, ძანდები და გეყოლება ქართველ მწერლებშიც ჩვენი ქართული კლასიკოსებიდანაც რომელიმე ფავორიტი იქნება. მე ამ შემთხვევაში პუბლიცისტზე შევაჩერებ არჩევანს და ილია ჭავჭავაძეს ვადიდებ და ვაღმერთებ მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე და შემდგომში უკვე მოღვაწეობიდან გამომდინარე. რომ ის წელის გარდა იყო ადამიანი დიდი ქართველი და შემდგომში ამიტომაც უწოდეს მას დიდი ილია მართალი. დიახ. ამიტომ შეუძლებელია ეს უარყოთ და არ ვთქვათ. რა თქმა უნდა. ილია ჭავჭავაძე თავისი არაჩვეულებრივი შემოქმედებით, თავისი მოღვაწეობით, თავისი აი იმ ნაბიჯებით, რომელიც წარუშლელია როგორც ქართული კულტურიდან, ქართული საზოგადოების, მაშინდელი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, პირველი საბანკო საქმეები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, იქ ობლების და უპოვართა, ესე იგი პატრონობა, ხელშეწყობა და ასე შემდეგ ძალიან დიდ საქმეებს აკეთებდა. ქართული საქმის კეთება, კი ბატონო. და ყველაფერ ამასთან ერთად წერდა ილია ჭავჭავაძე ისეთ შედევრებს, რომელიც დარჩა ქართულ მწერლობას, ქართულ კლასიკურ მწერლობას და საუკუნეებს გაუძლებს, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩვენ ახლა გადავიდეთ იმაზე, რომ ამ ბავშვმა ელენემ ჩააბარა კანტის აკადემიაში აი მოდი ჯერ ვთქვათ, ეს კანტის აკადემია გავაცნოთ ამ ჩვენს ტელემაყურებელს, რას ნიშნავს რა აკადემიაა ეს, რაზეა საუბარი?
ეს არის ევროპელები მოგცეს შანსი რომ მიგვეღო პოლიტიკური განათლება ეს იმ ბავშვებზე საუბარი ვისაც გსურს ეს იქ არის სხვადასხვა მიმართულება და მე ავირჩიე გაეროს ელჩების პროგრამა ერთი წუთით ესე იგი ეს არის ევროპული სკოლა ევროპული აკადემია, სკოლა კი არა და აკადემია უკაცრავად, ევროპული აკადემია, რომლის როგორც თქვენ ელენემ გითხრა ახლა, ესე იგი მიუცია ქართველი ბავშვებისთვის იმის საშუალება, რომ გაიკვალონ, ვისაც შენსავით უნდა პოლიტიკოსი გამოვიდეს მომავალში. მე ახლა ამას ვამბობ და ცოტა ისე ნუ არ ვიცი, უკვე ვხედავ შენში აი ამ დიდ პოტენციალს. და ჩააბარა აი ამ კანტის აკადემიაში და აირჩია ელჩების პროგრამა. და ეს კანტის აკადემია ყოფილა გაეროს არა, კანტის აკადემიაში კი ხარ, მაგრამ ეს პროგრამა ყოფილა გაეროს ელჩების პროგრამა, ხო? ასე ქვია. გაეროს ელჩების პროგრამა. აი რას ნიშნავს ახლა ცოტა ვცლად გავშალოთ ეს თემა, რა პროგრამაა, რა უნდა ისწავლო, რაში გამოგადგება და აი რა უნდა რა პროგრამაა. შენსავით რამდენიმე ალბათ ქართველებმა ჩააბარეს იქ, ხო? კი. ხო, აი დავიწყოთ ახლა ელენე, ჩემო კარგო, კანტის აკადემია ვთქვით, რაც არის ევროპული აკადემია, რომელიც აძლევს შენნაირ მოსწავლეებს ძალიან დიდ შანსს მიიღონ განათლება. აი ახლა მოვყვეთ რა განათლებაზეა საუბარი, გაეროს ელჩების პროგრამა რას მოიაზრებს? დედიკო. ეს მოიაზრებს, ნუ ძირითადად მაინც იმაზეა დათმობილი ყურადღება, რომ რა გზა უნდა გაიაროს ჩემ და ჩემნაირმა ბავშვმა, რომ მივიდეს იმ გზამდე, რასაც დიდი დიპლომატია და დიდი პოლიტიკის ხელოვნება ჰქვია. მე არ დამიწყია ჯერჯერობით ეს კურსი, იწყება აპრილში. დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება და შემდგომში უკვე შედეგები ზუსტად ვიცი, რომ საკმაოდ ეფექტური და წარმატებული იქნება ჩემთვის. განაჩენს, რა ვიცი, ინფორმაციულად მეტი არის თქვენ არ შემიძლია. ანუ, აი რა უნდა ისწავლო აი ამ გაეროს აკადემიაში? რა არ ვიცი, საგნებია სპეციალური თუ აი რა ტიპის სწავლება? ინგლისურენოვანი ლექციებია. დიპლომატიაზე. ანუ პირდაპირ დიპლომატიაზე გიკითხავენ ლექციებს. კიდევ ასევე შესაძლებლობა გვაქვს, რომ წავიდეთ უშუალოდ გაეროს შენობაში, ბრიუსელში. აჰა. და მე ისიც თქვი, ხუმრობით თქვი, მაგრამ საკითხავი რამდენად ხუმრობა გამომავალში, რომ გაეროს შტაბ-ბინაში ვიდგე და ვფიგურირებდი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. აჰა. სხვათა შორის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. აი შენ არ ვიცი ახლა ალბათ იცი, ამდენ რამე იცი და ალბათ ეგაც იცი, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და კოსმოსში მიდის ჩვენი ნათქვამი სიტყვა. ამიტომ ცოტა ეზოთერიაც შეურიოთ ეზოთერიკა. რასაც გაატანა ამ შენ სიტყვას ის ბრუნდება. ანუ აი ახლა შენ თქვი რომ მე დარწმუნებული ვარო რომ გაეროს შტაბ-ბინაში დიდი რამდენიმე წელი ვიდგებიო იქნება ანუ მოხსენიებული იქნება ჩემი სახელი და გვარი რაღაცა ძალიან ისეთ აღმატებულ რანგში ნუ არ ვიცი ახლა იქ რა იქნება და როგორ იქნება მე არ ვიცი ნამდვილად ეს დაგიბრუნდება ნამდვილად დაგიბრუნდება, ჩემო კარგო. ძალიან კარგი გოგო ხარ, მოკლედ რა და ეხლა რატომ აირჩიე? ახლა ყველა რაღაცას რო ირჩევს, იციან რატო ირჩევენ, ხო? აი პოლიტიკოსობა, შენ გინდა გამოხვიდე პოლიტიკოსი. აი პოლიტიკოსობა რატო აირჩიე? იმიტომ რომ ალბათ უყურებ ტელევიზიებს, ალბათ უყურებ რა ხდება, როგორ ხდება, რა რთულია, ერთი წუთი ჩემო კარგო, რა რთულია პოლიტიკოსის ცხოვრება. პოლიტიკოსი უნდა იყო, წარმატებული პოლიტიკოსი მაშინ ხარ, როდესაც ქვეყანაში საქმე იმდენად წარმატებული გაქვს, შენი აზროვნებით, შენი ნებით, უნდა იყო იდგე აუცილებლად ხალხის ინტერესებთან და აი მაშინ ხარ წარმატებული პოლიტიკოსი, როცა ქვეყანა იქნება დალაგებული. აი შენ რატო აირჩიე
იცი რა შემოგხედავს ადამიანი, ისეთი ლამაზი ადამიანი ხარ, ულამაზესი ტანფეხით, შეიძლება იფიქროს კიდეც ვინმემ რომ ვინმე ეს მოდელი ხო არ არის ნეტა ეს გოგონაო და უცბად პოლიტიკოსობა. აი რატო აირჩიე? ტელევიზიამდე და იმასაკამდე როცა ლაპარაკეს სრულად დავიწყე, ორი წლის ასაკში გამიჩნდა იმის ამბიცია, რომ აი ვამბობდი ყველგან რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქო. შემდგომში ეს არ შეცვლილა ეს ჩემი პოზიცია და დღესაც უკვე მინდა, არ ვიცი რატომ მინდა, მაგრამ ჩემში ვხედავ ადამიანს, რომელსაც უყვარს აზარტი, გამოწვევა, რისკი და როგორც ჩვენი ჩრდილო ოკუპანტები ამბობენ, ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს. ამიტომ რატომაც არა. თან მაქვს ამის შესაძლებლობა და მაქსიმალურად გამოვიყენებ. ხო, ნუ ეხა ჩრდილო ოკუპანტები კი არა და ვინც გინდა დაარქვი, მაგათი ნათქვამი არ არის, ვინც არ რისკავს შამპანურს არ ცვალსო. მაგრამ იცი რა მაინტერესებს, 2 წლის ბავშვი რო ამბობდი, პრეზიდენტი უნდა გამოვიდეო, 2 წლის? 2 წლის ამბობდი? აი რა იცოდა ნეტა 2 წლის ამ რა იყო პრეზიდენტი? საიდან იცოდი რა იყო? არ იცოდი. უბრალოდ ამას ალბათ შენი ქვეცნობიერი ამბობდა. ალბათ, ნუ ეს არის ესეთი ფენომენი ფსიქოლოგიური, რომელსაც ალბათ მეცნიერები ხსნიან და არ ვიცი, ეს ქვეცნობიერი წინასწარ საუბრობდა ამ გოგონაში, რომ თურმე აი ეს მომავალში უნდა მიიღოს ესეთი განათლება, რომ შემდეგ იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი მისი გვარი და სახელი. და როგორ წარმოგიდგენია შენ, ელენე, შენი თავი პოლიტიკაში? ხო უნდა გამოხვიდე პოლიტიკოსი. რა უნდა გამოხვიდე? როგორ წარმოგიდგენია? მაინც პრეზიდენტი? ეს პირველ რიგში არის ძალიან დიდი განაცხადი. და მეორე ის, რომ ხარ ქალი, რომელსაც სურს შეაბიჯოს ფეხი ამ ყველაფერში. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ყველა შეუძლია იყოს წარმატებული. ჩემი აზრით და თქვენ როგორც ახსენეთ, ხალხის ინტერესები უნდა იყოს პოლიტიკოსისთვის პრიორიტეტული. იმიტომ რომ პოლიტიკოსობასთან ერთად უნდა იყოს ადამიანი. და იმ ადამიანების როგორ თქვა, ყურადღებას უნდა დაუთმო საქმიანობა, არა მარტო, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტი ამ საქმიანობის, ვისაც შემიყვარდი, გაფასებდნენ და არ ავიწყდებოდი არასოდეს, არა მარტო, იმიტომ რომ ეხება ეს ქვეყანას, მოსახლეობას, მაგრამ მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ასე ვფიქრობ. დიახ. უნდა იყო ადამიანი და პირველ რიგში ვიდრე რომელიმე სტატუსს მიაღწევ, რომელიმე სტატუსს მიაღწევ, ადამიანი უნდა იყო პირველ რიგში შენი ქვეყნის მოქალაქე. ხარ, ხო? შენი ქვეყნის მოქალაქე ხარ და უნდა იცოდე, შენი უნდა გაღელვებდეს აი შენი ქვეყნის ბედიღბალი, ხო, რა თქმა უნდა, რომ მე უკვე შენი აი ამ პოლიტიკაში მოსვლის თუ აი ამ შენი განათლებით უკვე ეცადო, რომ აი ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც შენ იცხოვრე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, თავისი მინუსებით და პლუსებით დაინახე, შემდეგ უკვე ეცადო, რომ გამოასწორო, ხო, და ხელი შეუწყო. ალბათ, ხო? ასე ფიქრობ, ასე წარმოგიდგენია. ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ახლა რა კიდე, რომ სოხუმის უნივერსიტეტში ქონდა კონფერენცია თემაზე მდგრადი განვითარება. აბა რა კონფერენცია იყო? ეს სკოლის პედაგოგის ხალბატონი ლიანა მზარეულა. დიახ, ლანა მზარეულას ინიციატივით ჩვენ გქონდა, იმიტომ რომ ის თვითონ ამ უნივერსიტეტის ლექტორია. დიახ. გეოგრაფია ძალიან წარმატებული და მოგვითხოვდი სიყვარულით. ვიყავით მე და ჩემი რამოდენიმე სკოლელი წასული უნივერსიტეტში და მე ჩემი საკითხით გავიტანე მდგრადი განვითარების საკითხები, რომელმაც დაიმსახურა დიდი მოწამება და მიხარია ძალიან რომ შევძალე ეს. ძალიან კარგი გოგო ხარ და ჩვენ დაგვჭა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ახლახანს ელენემ მიიღო მონაწილეობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციაში სახელწოდებით კულტურული ტურიზმი, წარსული, აწყო და მომავალი. აი რას ნიშნავს ეს? რა იყო რას ნიშნავს რო გვაქვს? ის იყო ძირითადად ის დატვირთვა ქონდა ამ ჩემს პრეზენტაციას, რომ
ისეთი რაკურსით დამენახებინა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ტურისტებისთვის თბილისი უშუალოდ, რომ უფრო მეტად გაჩენოდა ტურისტებს ინტერესი ამ ქალაქის მიმართ და როდესაც მე ეს პრეზენტაცია დავასრულებ, თქვი რომ ჩემი მისია არა მარტო პრეზენტაცია, არამედ იყო ჩემი ქალაქის პოპულარიზაცია. იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ჩვენი როგორ ვთქვათ, ფუძე და ბუდა უნდა დავაფასოთ. რა თქმა უნდა, წარსული კი ბატონო, წარსული და საიდან მოვდივართ ფესვები. კი, რა თქმა უნდა, კი. აქტუალური თემაა საკმაოდ და მიხარია რომ ამ ჩემს გამოსვლაში ეს კიდევ ერთხელ აღნიშნე და დავაფიქსირე. მოკლედ არ ვიცი, აი ძალიან აღთვალანებული ვარ აი ამ ადამიანით. ალბათ თქვენს პატრიცემულო ტელემაყურებლებო და მე ვისურვებდი ძალიან ბევრ ელენეს საქართველოში, აი ასე განათლებულ ადამიანს ვისურვებდი, ახალგაზრდას, რომელიც არის საქართველოს ხვალინდელი დღე. ელენე, აბა ახლა შენ მითხარი, შენ ხარ ჩემს ავტორო გადაცემაში, რომელსაც ქვია სათნოების საათი. მე როგორც ვიცი, ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ქართველი გოგონა, რომელმაც კარგად იცი ისტორია, კარგად იცი ქართული სულიერება, მწერლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინტერესებს ახლა აბა აი ამ მიმართულებით რა არის შენი აზრით სულიერება, სათნოება უკაცრავად? თქვენი გადაცემა ზოგადად იმას ეხმიანება და იმას ეთმობა, რომ ადამიანის მორალი მაქსიმალურად სუფთა იყოს და ეს არის ძალიან დიდი საქმე და გასაფასებელი შრომა, რომელიც უკვე დაფასებულია და ძალიან მიხარია, რომ ესეა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კრიზისია მორალის სამწუხაროდ ყველას არ ეხება ეს სულიერების, სათნოების, როგორც თქვენ ახსენეთ, მაგრამ თქვენი გადაცემიდან გამომდინარე ნამდვილად ეძლევათ ადამიანებს შანსი, რომ საკუთარი მორალური და ეს სათნოების, როგორც გადაცემას ქვია, მხარე მაქსიმალურად წარმოაჩინონ და უფრო მეტად წამოწიონ წინა პლანზე. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი გადაცემის აი ასეთი მოკლედ სიღრმისეული აღქმისთვის და შეფასებისთვის ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო და მე მინდა ჩემს ტელემაყურებლებს უთხრა, რომ სათნოების საათი დღეს აი ამ გოგონას სახით სტუმრობდა ძალიან დიდ სათნოებას, რომელიც საქართველოს სამომავლო საქმეს უნდა ემსახუროს და საქართველოსთვის სახურება ყველაზე დიდი სათნოებაა ჩემი აზრით. ძალიან კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა რომ მობრძანდი ჩემთან გადაცემაში ელენე და მე მინდა წარმატებები გისურვო, მე მინდა მოვიკითხო კიდევ ერთხელ და მადლობა გადაუხადო შენს აი ამ 22 საჯარო სკოლას, რომელიც დიმიტრი უზნაძის სახელობის გახლავთ, ყველა მასწავლებელს ისე შენი საყვარელი საგანი დამავიწყდა რომ ეკითხა. საგანი. მე მიყვარს ჰუმანიტარული საგნები. საგნები? ჰუმანიტარული გასაგებია, ჰუმანიტარული საგნები. ანუ არა მათემატიკური. კი ბატონო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მე გამომადგება საბაზო ცოდნისთვის, მაგრამ ფავორიტი საგნები მაინც ჰუმანიტარული საგნები. მაინც ჰუმანიტარული საგნები. კი გენაცვალე, ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ასეთი არაჩვეულებრივი გოგო ხარ. აი ასეთი მიზანდასახული ადამიანი ბრძანდები და უკვე გაწერილი აქვს თურმე წინასწარ 5 წლის გეგმა და ვიდრე ის 5 წელი ჩამთავრდება წინასწარ კიდე გაწერს მომავალი 5 წლის გეგმას და ნუ რაზეა საუბარი, როდესაც აი ასეთი თაობა მოდის და ნუ მე ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ჩემი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, თქვენ უყურებდით ციცი გურიელის საავტორო გადაცემა სათნოების საათი აი ამ ულამაზეს სათნო ადამიანთან ერთად. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.